როდესაც სირიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, ჯარის ნაწილი აუჯანყდა ასაც და მაგას დაემატა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, პროთურკული პროქსი ძალები და გამოვიდა რაღაცნაირი ესეთ მართლა ისლამისტური აჯაფსანდალი ინტერნაციონალი, რომელსაც დასავლური სამყარო ეძახდა Free Syrian Army, ანუ სირიის თავისუფალი არმია. ანუ სირიის თავისუფალი არმია, სირიის თავისუფლების სირიული არმია, როგორც გინდათ ისე დაარქვით და ითვლებოდა, რომ აი ასადი ხო არის ბოროტი დიქტატორი, ანტიდემოკრატიული. და აი ესენი არიან დემოკრატიული, ანუ კარგებზე და ცუდებზე ხო უნდა დაიყოს რა და დასავლეთის, ასე ვთქვათ, პრიზმაში და პერსპექტივაში ესენი თამაშობდნენ ჭყალებში კარგების როლს და ოღონდ ეგ რატო ჭირდა რომ თავიდანვე მაშინვე ამ ძალების ფარგლებში იყვნენ ტიპები, რომლებიც აი ყოველგვარი გაზვიადების გარეშე აი კადრებზე ჩანს, რომ აი ტიპია ბრძოლის ველზე რაღაც მომაკვდავ ადამიანს იღებს, ჭრის და იმის ორგანოებს რო კამერაზე ჭამს. აი ეგეთი არ ვაზვიადებ ხალხო არაფერს დრამატიზებას არ ვახდენ რომ ეგ კადრები დევს და ეგეთი ხალხი ერთად შეიკრიბა საკმაოდ დიდი ხნის სამოქალაქო ომის მერე მაგათმა მოიგეს აი დიქტატორი ასადი დაამხეს ასადი გაიქცა სირია თავისუფალია და აი ახლა ეგ ხალხი მოვიდა სათავეში და მიდის გენოციდი და მან და ახლა მოდი რაღაცა კითხვები დავსვათ ჩვენ იმიტომ რომ მე მაგალითად გუშინ ეგეთი რაღაცა დავწერე და აქაც მინდა რომ გავაჟღერო რა ხალხო სადაც აი ეს ხდება ხა რასაც აღწერთ რა აი ქრისტიანი რო რაღაც ჯვარზე მიაბეს და კეფაში რო დაცხრილეს და ვიღაც ბავშვების და ქალებს გროვა რო დგას დახოცილების თბილისიდან ეგ ადგილი უფრო ახლოა ვიდრე პარიზი, ლონდონი. ეცაც გეტყვი ზურა, პარიზი ძალიან შორსაა ვიდრე ათენი. ო, აი, ვიღაცები აქ საქართველოში თავს ევროპელებად რო გრძნობთ, მაგ ხალხს გიხსნით რა, გეოგრაფიას გიხსნით. ეგ ადგილი არის ჩვენი არც თუ ისე ახლო, მაგრამ სამეზობლო და არის უფრო ახლო ვიდრე ევროპის ძირითადი ქვეყნები. და ისტორიულ კონტექსტსაც მოვაყოლებ რა გაგებით. აი მაგალითად ხო იძახიან რომ საქართველოს ყოველთვის ისტორიულად ევროპის ნაწილი იყო, ხო? და ეხლა სინამდვილეში მნიშვნელოვანია მაგალითად სირია. რა გაგებით აი საქართველოში 13 ასურელი მამა რო არის ვინც ჩამოვიდა და აქ გაავრცელა ქრისტიანობა აი ფართო მასზე აი დავით გარეჯი რო ჩადიხარ მანდედან ჩამოვიდა ასურელი მამა იყო ანუ სირიელი ქრისტიანები რომლებიც ახლა იქ არიან და რომლებსაც იქ ხოცავენ ეგ დარჩენილი ჯგუფები რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნა და გაავრცელა ზოგადად საუკუნეების განმავლობაში დააპყრობილი მუსლიმების მიერ დააპყრობილი სირიის პირობებში რომ შეინარჩუნეს ქრისტიანობა ეხა ხო გესმით რომ ისტორიულად ძალიან ხშირად აღმოჩენილა ეგ ხალხი მასეთ მდგომარეობაში ახლა ჯვარზე რომ გააკრეს და დახვრიტეს ქრისტიანი კადრი რო გავრცელდა დღეს ხო და იქ ბავშვებს რო ხოცავენ მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო ქრისტეს გამო ადამიანს ეგ ხალხი მანდ არის მასეთი პერმანენტული გენოციდების რეალობაში და თავიდან როცა ვთქვათ ეს არაბული ექსპანსია დაიწყო სირიის მიმართულებით მე-7 საუკუნეში ხო მაგ დროს მოსახლეობა თითქმის სრული შემადგენლობით იყო ქრისტიანი სირიის მოსახლეობა და ეხლა მე-20 საუკუნის ბოლოს შეადგენენ სადაც უკვე ქრისტიანები 6%-ამდე იყვნენ ასულები 7%-ამდე რაოდენობის ანუ მანდამდე მივიდა საქმე ისტორიული მაგალითი რატომ მოვიყვანე ასევე მნიშვნელოვანია რომ საერთოდ ასეთ დამოკიდებულებას მე ყოველ შემთხვევაში ხედავ რომ აი რანაირ დამოკიდებულებას იქ სირიაში რაღაცა ხდება და
იქ არ აქვს მნიშვნელობა, იქ ცოტა სხვა ცივილიზაცია, იქ ჩვენ არ გვეხება, ჩვენ რა მე მაგას მაგიტო ხსნიდი რომ ეგ ადგილი უფრო ახლოა. ჯერ ერთი უფრო ახლოა გეოგრაფიულად. ამსტერდამი. გეოგრაფიულად აქ ხო გონია რომ ამსტერდამის ნაწილია თვითონ აქ საქართველოში. მე ვარ ქართველი და მასთან მე ვარ ევროპელის რო იძახის. ეს სადაც ახლა ხდება, აი ქრისტიანებს რო გენოციდს უწყობენ. მათ შორის ქრისტიანებს. ეგ არის ბევრად უფრო ახლოს ჩვენგან, ანუ მაგ სივრცის ნაწილი უფრო ვართ ჩვენ ვიდრე იმის. გეოგრაფიულად რომ ახლოა, ასევე ისტორიულადაც და ცივილიზაციის თვალსაზრისით ჩვენ ყოველთვის მაგ სივრცესთან კავშირში ვიყავით. ანუ ვიღაცას რო წარმოუდგენია რომ ჩვენ თან გერმანიიდან შემოვიდა ცივილიზაცია, ხო? და კულტურა, ეგრე ხო? ანუ მაგიტოა საშიში, აი ეს თანამედროვე ტენდენციები, აი ეს რაღაც წარმოდგენების და შეფასებები, მაგიტოა საშიში, რომ აი რაღაცა ასეთ საკითხებზე აი ცოტა ისეთ დამოკიდებულება იგრძნობა, რომ იქ, რაღაცა იქ არ არის. ესეთი დონაცია მოვიდა, გამარჯობათ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში იგივე განმეორდეს, რაც სირიაში და თუ კი რა შემთხვევაშიო ეს ანონიმუსი წერს და ნახეთ, საქართველოში ხა მოსახლეობას რო კითხო, ეგეთი რაღაცის განმეორება მათი აზრით შეუძლებელი არის. ოღონდ ეგ არის როგორი ილუზია, იცი, აი შეიძლება ითქვას, რომ აი დანაშაულებრივი ილუზიაც არის. მოდი აი მე ავხსნი, როგორ შეიძლება აქ რაღაცა მსგავსი მოხდეს რა. თუ საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში ერთადერთი ძლიერი სამხედრო პოლიტიკური ზავა დარჩება თურქეთი, რომლის ამოცანაც იქნება აზერბაიჯანთან საერთო სახმელეთო საზღვარი და დიდი ტურანის პროექტის, ანუ ცენტრალური აზიისკენ თავისი სამხედრო ეკონომიკური პოლიტიკური ექსპანსიის გაფართოვება, აი მარტო ეგ მოცემულობა თუ დარჩა, მარტო დიდი მოთამაშე თურქეთი თუ არის აქ დომინანტი. მაგ შემთხვევაში მთელი ჩრდილოეთ კავკასია აფეთქდება და 90-იან წლებში ჩრდილოკავკასიური დაჯგუფებების მიგრაცია საქართველოს ტერიტორიაზე და სამხედრო დაპირისპირება როგორ გამოიყურება ჩვენ გვახსოვს და სირიაში რაც ხდება ახლა, ეგ არის გიორგიმ სწორედ თქვა, ეგ არის თურქული პროქსი ძალები, ანუ დე ფაქტო თურქეთის მიერ კონტროლირებადი ძალები და ვიღაცას თუ გონია რომ თურქეთს მაგის გაკეთება მხოლოდ თავისი სამხრეთ მეზობლის მიმართ შეუძლია და თავისი ჩრდილოეთ მეზობლის ან ჩვენ მიმართ ეგ ნულის ტოლია მაგისი ალბათობა, ეგ ადამიანი უბრალოდ ან ისტორიას არ ისნობს, ან საერთოდ ვერ აზროვნებს და თუ ეგეთი სცენარი განხორციელდა, აი ეხა რაზეც სირიაზე ვლაპარაკობთ, ეგ შეიძლება ნახოს ადამიანმა უკვე აქ საქართველოს ტერიტორიაზე. რა საშინელი კადრები ძიდება, ეგ ეხა მართლაც ჩვენ ვერ ვაჩვენებთ ტელევიზორში გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ ყველას ვისაც უნდა ჩვენი ტელეგრამ არხი გამოიწერეთ და ზოგადად ტელეგრამ არხზე იდება ხოლმე ისეთი რაღაცეები, რასაც არ შეექმნება სხვაგან პრობლემა იმის ჩვენებას, ხო? ტელეგრამი არის, საშუალებას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი რაც ობიექტურად ხდება, ისეთი რაღაცები ვაჩვენოთ და რას მინდა იცი, რომ გავუსვათ ხაზი? საერთოდ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, რომ ასეთ საშინელ რაღაცეების ან ნახვას რა აზრია, ან საერთოდ რატო უნდა ვაჩვენოთ? საერთოდ რატო განვიხილავთ ამ ყველაფერს და რაშია იცით საქმე? ეხლა სინამდვილეში რა თქმა უნდა არ არის ადვილი ასეთი კადრების ყურება და რა თქმა უნდა ძალიან ძნელია მაგ კადრების აი რაღაც ახლა ადამიანი დაждდეს და უყურებს, მაგრამ სამწუხაროდ რა არის, იცით, აზროვნება ყველაზე დიდ წილად განისაზღვრება ვიზუალური აი რაღაცის აღქმით. ვიზუალურად თუ ადამიანი არ აღიქვავს მოვლენას,
უჭირს სხვანაირი მეთოდები, სხვანაირი გზებით რაღაცის მასე თვალნათლი თვალნათლივ რაღაცის აღქმა უჭირს. ამიტომ 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია და ამიტომ რაშია იცით საქმე? აი ჩვენ ვიზრდებოდით ძალიან რანაირ გარემოში. აი მაგალითად ბავშვობაში მახსოვს გადაცემები რო იყო ცხოველთა სამყაროზე, ხო? ცხოველი რო ნადირობდა, იქაც კი რაღაც აი ძალიან ისეთი შერჩეული კადრები იყო, რომ ნაკლებად ტრაგიკულად არ გამოჩენილი იყო როგორც ლომი ზებრას. ერთი ცხოველი მეორეს ჭამს, ბუნება ხო ეგრეა მოწყობილი, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთმანეთს ჭამს. და ერთი ცხოველი მეორეს რო ჭამდა, იქაც კი რაღაც შერჩეული იყო და ფილმებშიც რაღაცა ეს ყველაფერი რაღაც გაფორმებულია და რაღაც ნაკლებად ტრაგიკულად გამოიყურება, მაგრამ რეალობას აქედან გამომდინარე, როცა არ უნახია ადამიანს სინამდვილეში რა ხდება, რაღაც ილუზიებში გადადის ადამიანი. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთ რაღაცებს სინამდვილე ჩვენს გარშემო როგორია, ეგ უნდა დავინახოთ. ჩვენ რომ წარმოგვიდგენია, რომ ჰოლივუდის ფილმში ვცხოვრობთ და სინამდვილეში სხვა გამცხოვრობთ სრულიად და ჰოლივუდის ფილმის არ არსებობს დედამიწაზე ეგეთი ცხოვრება, რაცაც იკაჩვენებენ. აი მაგისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი, რომ კი ძალიან საშინელი კადრებია, ძნელია ამის ყურება, მაგრამ სხვა გზა არ არის თუ არ ვნახეთ. სხვა გზა არ არის. მე მახსოვს, რომ აი უნივერსიტეტში რო სწავლობდი, ერთ მაგ პერიოდის არის რა, რომ აი 2010 წლამდე პერიოდში იყო, რომ რაღაცაზე რო ეუნებოდი ადამიანს, ეგეთი პასუხი არსებობდა, რომ 21 საუკუნეა. ანუ 21 საუკუნეა პასუხში გულისხმებოდა, რომ 21 საუკუნეში ომები აღარ იქნება, კაცო, 21 საუკუნეში ისე აღარ მუშაობს ყველაფერი როგორც ადრე. 21 საუკუნე იყო რაღაცა ჯადოსნური სხვა რეალობა, რომელშიც გადავედი, აი მომავალი დადგა და რეალურად აღმოჩნდა, რომ 21 საუკუნე არის პერმანენტული გენოციდების დრო. მაგალითად, ბოლო 2 წელიწადში, აი ჩვენ თვალწინ, აი ვუყურებთ. 2 გენოციდი მოხდა. ერთი მაგალითად, აი ჯერ ხო იქ ვიღაცა ისლამისტები ხო შევარდნენ ისრაელის ტერიტორიაზე და ქალები და ბავშვები დახოცეს. ეგ ხო ცალკე მხეცობა იყო. მაგის საპასუხოდ ისრაელმა მოატრიალა მთელი სამხედრო მანქანა და ღაზას სექტორი გაასწორა მიწასთან და იქ რავი ვიღაცა ტერორისტები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა აი ქალები, ბავშვები ბეტონში და მიწაში აზილა. და ჩვეულებრივად ანუ გენოციდი მოხდა იქ. და რო თქვა რომ აი ვინმე საერთაშორისო საზოგადოება რაღაცა ჰაგის სასამართლო აი კაცი შვილი არაფერს გაკეთებია და აი ეხლა ამ მომენტშიც სირიაში გენოციდი მიდის და თუ ვინმეს გონიათ რომ ეხა ანი ბეტმენი და სპაიდერმენი ერთად ჩავლენ იქ და ამერიკული დემოკრატია გადაარჩენს ბავშვებს, არავინ არაფერს არ გადაარჩენს, კაცო, აი ეხლაც მიდის ხოლმწვაჟლეტა. მან და არის ასეთი აი მთელი პრობლემა არის შემდეგ. ეხლა ათასობით ადამიანს ხოცავენ სახლებში სხედან ადამიანები რელიგიური ომია. ელიან რომ აი ბავშვებთან ერთად სხედან, არაფერი არ აქვს თავდაცვისა და ელიან რომ აი ვიღაცები მოვლენ, იქ დახოცავენ, რაღაც ყელს გამოჭრიან, შაქუჩებით თავს უჩეჩქონ და რაღაც ბედურებებს ატარებენ. და აი ეს წარმოიდგინეთ ეხლა ათასობით ადამიანი მაგ რეჟიმში ზის ეხლა და სრული სიყრუეა დასავლეთიდან. აი ხო გვეგონა რომ რაღაც საერთაშორისო საზოგადოება რაღაცა წესები რომლებიც აჩერებს, აი რუსეთი ვერ გააჩერებს, ამათ ხო მაინც უნდა აჩერებდნენ, რა რაღაც მცირე ძალას. სრული სიყრუე ფეხებზე კიდიათ და მანდ არის მნიშვნელოვანი გააცნობიეროთ. ერთი რომ შემზარავი იყო ეს ტერორისტები რომ დაიძრენ და იქ რეჟიმს იღებდნენ ამ ასადის რეჟიმი აშკარად დიქტატურული რეჟიმი იყო, ოღონდ ასადის რეჟიმი იყო საერო ტიპის რეჟიმი, ანუ რელიგიური ქვეტექსტი არ ქონა მას და მეთოდებიც შესაბამისი ფორმის ქონა, ანუ ასეთი რელიგიური ნიშნის გავწყვეტ რელიგიურ ნიადაგზე არ ხოცავდა როგორც დიქტატორი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ცხადია მას თავისი მხეცობები და თავისი
პოლიტიკური ნიშნით. პოლიტიკური ნიშნით ქონდა. ოღონდ არა ამ მასშტაბში და არა რელიგიური ნიშნით. ანუ პოლიტიკური ნიშანით განსხვავდება შეგიძლია არ დააფიქსირო რაღაც პოლიტიკური პოზიცია, არ იყო აქტიური პოლიტიკური. რაღაცა შეგიძლია ხო ხდება მაგალითად რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით ვიღაცებს რომ მიადგები სოფელს. იქ იმას არა აქვს არაფერი არჩევანი რამე. ვერაფერს ვერ იზამს, მოკლავენ. ხო და ჯერ შემზარავი იყო ამ ხალხის რაღაცა ცინიკურ სიხარული, რა გიხარი, არ იცი რომ ეს მოხდება? ან მარტო გეოპოლიტიკური ინტერესებით წყდება? აი მარტო მასეთი პრინციპებით წყდება. ხე შენ რა გაწყობს, რა არ გაწყობს, თან ისეთ დონეზე გაწყობს და გეოპოლიტიკურად რა გეცვლება, დიდად არც ვიცი. აი ვიღაცამ ჩათვალა რომ რა მაგარია, რა დაუშვათ, ხო? რაღაცა არ ვიცი, მაგრამ დიდად არაფერი არ გეცვლება. თუნდაც რაღაც თვალსაზრისით მომგებიანებული, მაგრამ მეორე მხარეს დევს იქ ხალხი ტყედ ვარდება, ხო? ეგ ერთი, მეორე ვის ხელშია მსოფლიო, ხო ხვდებით? ანუ ვის ხელშია მსოფლიო, ვისი იმედი აქვს? ამ ხალ მედასავლეთ მასას ვისი იმედი აქვს? საერთოდ თვალს არ დაახამხავენ ქრისტიანებს წყვეტენ აგერ, სოფლებს წყვეტენ, ალავიტებს წყვეტენ, მთელ სოფლებს, შიიტებს, ხო? და არ აინტერესებს, რეაქცია არ აქვს, ეგ და ეგ ერთი და მეორე, ჩვენ ახლა კითხვაზე, რომ შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს იგივე. ეხლა ძალიან ისე სიღრმისეულად საიდან შეიძლება მოხდეს, როგორ მაგაზე შესვლა არ არის მიზანშეწონილი აი ესეთ საჯარო სივრცეში განხილვაში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, სირია არის სამჯერ საქართველოსზე დიდი ქვეყანა. ეს ტერორისტები რომ დაიძრენ, აი რაღაც პირველი წინააღმდეგობები რომ გადალახეს, ხო? მე აი რაღაც 3-4 დღეში გავიდენ ბოლომდე. იმიტომ რომ ის წინააღმდეგობის ბარიერები აღარ იყო, დანარჩენი ჯარი მოიშა, ხო? ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ძალიან პატარა ჯარით. 3ჯერ პატარა ვიდრე სირია. ხო? ჩვენ შემთხვევაში ძალიან დაბალია პროცენტი ადამიანების, რომლებსაც ხალხში თავდაცვისთვის საჭირო რაღაც იარაღი უდევს. მით უმეტეს ეგეთი მოწინააღმდეგის წინა. მით უმეტეს რაღაც მაქსიმუმ სანადირო რაღაცა თოფიედეს თორე. აი ძალიან ფინანსური მიზეზებიდან გამომდინარეც, რომ ზვირია ეგ და ანუ ჩვეულებრივ ადამიანებს რამე რომ მოხდეს. ხო? ეხლა ჩვენ ასე წარმოგიდგენია და ეგრე ამ დასავლური რაღაცა ძლიერი უხილავი ხელზე ილუზიებით ეგეთი წარმოდგენები შეგვიქმნეს, რომ გეგონება ეს საზღვარი არის რაღაც მარადიული რაღაც ურყევი ბარიერი, ჯადოსნური ბარიერი, ამას რაღაცა იმას ვერ გადავა ვერავინ. საზღვარი არის ხალხო აი ჩვეულებრივი მინდორი ისევ, რომელზეც თუ წინააღმდეგობა არ დახვდა, შეიძლება საზღვრიდან შენს ქალაქებში ისე აღმოჩნდეს მტერი, რომ გაღვიძება ვერ მოასწრო. ჩვენ ძალიან ახლოს შეიძლება დაგვიდგეს ღმერთმა არქადას, ოღონდ უნდა ვაცნობიერებთ, რომ მასეთი თეორიული საფრთხები არსებობს. და მაგ ფონზე თუ რამეს უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ერი, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით, ეგრე არ უნდა იყოს, რომ აი წარმოვიდგინოთ თეორიულად, აი ხა შევიდნენ იქ ქალაქებში და სოფლებში და ის ჩვეულებრივად რა მაქსიმუმ თოხი აიღოს ადამიანი. იქ ხო ვიღაც სოფლელები არიან იმ და საწყალი ხალხი, რომელსაც დაერიენ და გაწყვიტეს და ელი შვილები დაუხოცეს თვალწინ. ხო არ შეიძლება ხა ხო ერთია ეგრე და მეორეა სოფელში მივიდა ვიღაცა და იმდენი მაინც აქვს რომ რაღაც თავისი თავდაცვისთვის სახში უნდევს ყველას რაღაც იარაღი იმისთვის რომ თავი დაიცვას. რაც კანონი ჩვენთან დაშვებულია. უბრალოდ მაგის ფინანსური რესურსის სიღარიბის გამო ჩვენი ქვეყნის ეგ არა აქვს მაგის საშუალება. ბევრს და მაგაზე სახელმწიფო მიდეაში მაგაზე რომ ჩვეულებრივია სოფელში რომ შეიძლება შევარდეს მტერი და ჩვენ თვითონ ვიწვნიეთ კაცო ჩვენ ეს რაღაცა შორეულ წარსულზე ხო არ ვლაპარაკობ აგერ რაღაცა 30 წელი არ არის გასული ჩვენ ვიწვნიეთ ხო და ჩვენ შემთხვევაშიც ხალხი ვინც ჩარჩა მე რაღაც შემთხვევები იყო ბევრი სადაც თავები დააჭრეს ადამიანს ფეხბურთი ითამაშეს ხო გაგრაში მოხდა და იქ არ ქონა ფიზიკურად მოსახლეობას არაფერი ხო
მასეთი რაღაცები რო არ განმეორდეს, მაგ რეალობაში ვცხოვრობ. მაგაზე უნდა იყოს პოლიტიკური დამოკიდებულება სახელმწიფოსი. ანუ თუ რაღაცა ძვირი ღირს, იაფი უნდა შემოდიოდეს იმისთვის, რომ თავდაცვის უნარიანობა ამაღლდეს. მაგაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს.